დღეს კი ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავია. 300,000 ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმის და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან, რომ არა ეს მსხვერპლი ევროპა ასეთი არ იქნებოდა, თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველო ევროპის ნაწილია და ამისთვის ბევრი მსხვერპლი გაიღო. გაატარა რეფორმები, მიიღო თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების ხელშეკრულება, ვიზა ლიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამის მიუხედავად ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებები დაახლოების ნაცვლად საქართველოს ევროკავშირის წევრობას აშორებს. როგორია დღევანდელი ევროპა და რა პირობებით სურს საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობა, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ორმაგი სტანდარტი ევროპელი აქტორებისგან პოლიტიკური ვაჭრობის თემა შინ და გარეთ. რას პასუხობს მართველი გუნდი და როგორია მათი სტრატეგია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მაია ბითაძესთან, ასევე ვისაუბრებთ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, ოპოზიციის სტრატეგიაზე, სალომე ზურაბიშვილის მიზნებსა და არ შემდგარ ერთობაზე. ქალბატონო მაია, მოგესალმებით საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ქალბატონო მაია, დღეს მორიგ-ჯერზე საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ. მისი თქმით, ციტატა, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლოქმედებები ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და საქართველო კიდევ უფრო ნაკლებად არის ჩართული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ღონისძიებებში. ვარშავაში მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევაზე დამატებით აცხადებს, რომ ეს გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით. მაინტერესებს აი ამ დროისთვის რა ურთიერთობები არსებობს და რა ურთიერთობა გაქვთ საელჩოებთან და ზოგადად ევროპელ ბიუროკრატებთან. პირველ რიგში მინდა დავიწყო მილოცვით ჩვენი ხელბურთელთა გუნდისთვის, იმიტომ ნამდვილად ძალიან დიდი წარმატებაა და მისალოცია მათთვის და ეს კიდევ ერთხელ თვალნათლივ ანახებს იმას, რომ სპორტის განვითარება არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და ის მშვიდობა, რომელიც ჩვენთვის ასე ღირებულია, რომლის შერყევას ცდილობდა ძალიან დიდი ძალა და ახლაც ცდილობს, არის ის ერთადერთი უალტერნატივო გზა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა და ქართული სახელმწიფო უნდა გაყვეს. რაც შეეხება იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის სახელმწიფოებთან, სხვა სახელმწიფოებთან, სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლის წევრი სახელმწიფოები არიან, იგივე სახელმწიფოები, რომელიც ევროკავშირში არიან გაერთიანებულნი, მართალია არ არის ისეთი ინტენსიური, როგორიც უნდა იყოს იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული, თუმცა პროცესი მუშა რეჟიმში, ასე ვთქვათ, მიმდინარეობს უწყვეტად. და ჩვენ გვინახავს არაერთი ვიზიტი, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე, რომელიც გაიმართა სხვადასხვა სახელმწიფოებში, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტები, სადაც ჩვენ მუშა პროცესში განვიხილავდით, მათ შორის იმ გამოწვევებს, რომელიც სხვათა შორის ევროკავშირის აქაური წარმომადგენლობის დახმარებით შეიქმნა დღევანდელი მოწმულობით, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ, ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა ის პირდაპირი დავალებები, რომლის შედეგებს ჩვენ უკვე კარგად ვხედავთ, რომლის შედეგი რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩვენ დღეს უფრო იმაზე მკაფიოდ ვხედავთ, რა შედეგები, რა სავალო შედეგები შეიძლება დამდგარიყო საქართველოსთვის, თუ ჩვენ ყველა იმ დავალებას გავითვალისწინებთ, რა ინდიკაციებსაც გვაძლევდნენ ევროპული დედაქალაქებიდან, თუ ავიღებთ უკრაინის მაგალითს. უკრაინა, რომელიც პრაქტიკულად განწირული და მიტოვებულია იმ ძალიან დიდ და საშიშ ძალასთან, რასაც რუსეთი ქვია. დღესაც მოვისმინეთ ჩვენ ნატოს გენერალური მდივნის ასე ვთქვათ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის რომ უკრაინა არის აი დიდ ომში ჩართული, ეს არ არის იმის გარანტია, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება. ასე რომ აი ეს განცხადება, რაც ჩვენ დღეს სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის მხრიდან საქართველოში, კიდევ ერთხელ თვალნათლივ ანახებს იმას, რომ ევროკავშირში გაერთიანება, წევრობა, კანდიდატის სტატუსზე გვახსოვს ჩვენ ისტორია მოგცემ არ მოგცემ და ახლა მოლაპარაკებებს გავხსნი არ გავხსნი. ეს ყველაფერი არის საშანტაჟოდ ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის საშანტაჟოდ
გამოყენებული, რომ იქნებ როგორმე ძალადობრივი გზით დაამხონ ხელისუფლება ქართველება, რასაც ვერ გაიგეს ევროპის დედაქალაქებში, რომ ესე აღარასდროს აღარ მოხდება ამ ქვეყანაში. და საქართველოს მოსახლეობამ თავის დროზე 90-იანების წლებიდან დაწყებული, რომ არაფერი არ ვთქვათ საქართველოს ზოგადად ისტორიაზე, ძალიან კარგად გაითავისა, რომ აი 21 საუკუნის აი ამ ძალიან турბულენტურ გარემოში უმთავრესი არის ეროვნული ინტერესები. იმიტომ რომ ამ პლანეტაზე, ასე ვთქვათ, დიდი სახელმწიფოების ჭიდილის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ შევინარჩუნოთ არა თუ ჩვენი იდენტობა და რაღაც ჩვენი ისტორია და რელიგია, აქ არის გადარჩენაზე საუბარი, ქვეყანა საქართველოს, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, რომელიც გარშემორტყმულია ისეთი სახელმწიფოებით, სადაც ომები მიმდინარეობს, ან გაყინული ომებია, ამ სიტუაციაში საქართველოს ვითარდება. ეკონომიკური განვითარების ისეთი მაჩვენებელი გვაქვს, როგორც პრაქტიკულად არასდროს არ გქონია. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა ვერ გაიგო ვერავინ, მე მგონი ბოლომდე ვერ აღიქვეს, რომ არ დაექვემდებარება ძალიან მარტივად აი ამ შანტაჟს. და ევროკავშირში წევრობა საქართველოს მოსახლეობას, იმიტომ არ უნდა, რომ საიდანღაც იმართოს და ჩვენ ეს არაერთხელ გაგვიჟღერებია, მე პირადად არაერთხელ მithქვამს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს მოქალაქისთვის, საიდან მიიღებს დირექტივას ბრიუსელიდან, მოსკოვიდან თუ ნებისმიერი სხვა დედაქალაქიდან, ასე რომ ერთადერთი გზა, რომელიც შესაძლებელია ჩვენს მიერ იქნეს განხილული იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები ევროკავშირთან და ეს მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ისინი აქ არიან და ძალიან კარგად გრძნობენ იმ ატმოსფეროს, რომელიც ქვეყანაშია. ერთადერთი გზა ეს არის მეგობრული და თანასწორი დამოკიდებულება ჩვენი ერის მიმართ და ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იცის ყველაზე კარგად თუ რა ძალისხმევა გაიღო ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ მიეღო ყველა ის წარმატება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, რაც აქამდე მივიღეთ, დაწყებული საკონსტიტუციო ჩანაწერით, ვიზა ლიბერალიზაციის მოპოვებით, კანდიდატის სტატუსის მიღებით და იმ ასე ვთქვათ, ყოველწლიური შეფასებები ევროკავშირთან ასოცირების სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში, რომელსაც თვითონ ევროკავშირი აქვეყნებდა, სადაც საქართველო იყო ლიდერი. და შესაბამისად, აი ესეთი შემოტრიალება სიტუაციის, რომ ჩვენ იმიტომ რომ არ წავყევით, ასე ვთქვათ, იმ მითითებებს, რომელიც პირველი დღიდან მივიღეთ არჩევებით და დღეს უკვე ამაზე ღიად საუბრობთ, არ დავაწესეთ სანქციები, რომელიც ეკონომიკურად ჩვენ გაგვანადგურებდა არჩევებით, მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნით უკრაინის ომში და აქ არ გავხსენით რაღაც სხვა ქვეყნების საჯილდაო ჩვენი ტერიტორია არ გადავაქციეთ. დღეს გვეუბნებიან, რომ ამის გამო ჩვენ რაღაც უკუსლვა გვაქვს და გვეუბნებიან თითქოს ნაციონალური მოძრაობა და ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ეს არის ის ხმა და ის ძალა და სალომე ზურაბიშვილი, სამარცხვინო ქალბატონი, უკვე შეიძლება ასე ითქვას, რომ ეს არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყანას რაღაც ნათელი მომავალი შეუქმნას. ეს საქართველოს მოსახლეობა ძალიან კარგად გაიგო, ძალიან მარტივად არის აღსაქმელი, რომ მთელი ეს პროცესი, რაც აქამდე მიმდინარეობდა, იყო ერთი მიზნისთვის შექმნილი და წარმოებული და ეს მიზანი იყო დავასრულებ თუ შეიძლება, მაგრამ ეს მიზანი იყო ერთადერთი ძალადობრივი გზით დაემხოთ ხელისუფლება. და ამ მიზანს ვერ მიაღწიეს და ახლა ეს რაღაც ჰიბრიდული ფორმები, რაც გამოგონილი მასკარადები და გამოგონილი სცენები, სატელეფონო არჩევნების ტელეფონით ჩატარებასთან დაკავშირებით და ამ შემდეგ მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ რაღაც დასასრულს ვერ პოულობენ საკუთარი ქმედებებისთვის და რაღაც ჩარჩენილები არიან იმ გეგმაში, რომელიც თავიდან წამოიწყეს და პრაქტიკულად თვითონვე გაება ჩვენი რადიკალური ოპოზიცია თავისი დამკვეთებიანად იმ მახეში, რომლის დაგებას საქართველოს მოსახლეობისთვის აპირებდნენ. ოპოზიციას დაუბრუნდებით, რა თქმა უნდა, თუმცა ევროპის გარდა აუცილებლად მინდა რომ მკითხოთ ამერიკასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით და ურთიერთობის გადატვირთვაზე, რომლის პოზიტიურ მოლოდინიც არსებობდა მმართველი გუნდის მხრიდან ახალი ადმინისტრაციის პირობებში, თუმცა ამის პარალელურად ნახეთ ჩვენ უკვე ჯო ვილსონის ინიცირებული მეგობარი აქტი, რომელსაც ხელისუფლება უწოდებს არამეგობრულს. თუმცა ოპოზიციაში ფაქტი არის, რომ დიდი ზეიმი მოჰყვა ამ აქტს და ისიც კი ითქვა, რომ ამით ამერიკამ გიორგობა
მიულოცა ქართველ ხალხს. შინაარსი არის გასაგებია ამ შემთხვევაში, თუმცა თქვენთვის, როდესაც პოლიტიკურ ძალაზე არის საუბარი, რა პოლიტიკური ძალა აქვს ამ აქტს? პირველ რიგში აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ჯო უილსონი არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოზიციას. იგი არის, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად მონაწილე იყო ზუსტად იმ პროცესის, რომელსაც ახლავს საუბრობდით, საქართველოში გადატრიალების მოხდენა. შესაბამისად, ის თუ რა პროცესს დაიწყებს ჯო უილსონი, არ არის ნამდვილად დაკავშირებული ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან. ამაზე ასე ვთქვათ, იმაზე თვალნათელი განსხვავება ბაიდენის ადმინისტრაციასა და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას შორის, ანუ რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ და განსხვავება, ასე ვთქვათ, ამ ორ ადმინისტრაციას შორის, არის ძალიან მარტივად დასანახი, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ყოველი დილა იწყებოდა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებებით ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, სადაც ჩვენ მუდმივად გვემუქრებოდნენ, აპოკალიფს გვიხატავდნენ და დღეს აი იმ ძველი პროცესის გაგრძელების კუდია შეიძლება ითქვას ის ეგრეთ წოდებული მეგობარი და სინამდვილეში არამეგობარი აქტი, რომელიც უკვე დაწერილი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და პროცედურულად, ასე ვთქვათ, გაგრძელდა მისი განხილვა. თუმცა მხარდაჭერა მიიღო. მესმის, რომ მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ თავარი აქ არის ის, რომ ამ აქტს საბოლოო ჯამში ჭირდება კიდე განხილვა მეორე პალატაში და ასევე ჭირდება პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელსაც ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს აქტი ვერასოდეს ვერ ნახავს, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავდება ის პოზიციები, რაც აი ამ მეგობარ აქტში და ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენი მოქალაქეები საკუთარი თვალით ნახავენ თუ რა წერია ამ მეგობარ აქტში, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ ახსენა ამას წინათ USAID-თან მიმართებით მოწოდება USAID-ისადმი, რომლის საქმიანობა პრაქტიკულად მავნებლურად და კორუფციულად და ძალიან არასწორად იქნა შეფასებული ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, USAID-ს მოუწოდებს მეგობარი აქტი, რომ საქართველოსთან მიმართებით გარკვეული სტრატეგიები შეიმუშაობს და იმავდროულად გარკვეული სანქციების დაწესებას ითხოვს მეგობარი აქტი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მაშინ, როდესაც საერთოდ არ ჭირდება, ასე ვთქვათ, არანაირი რეზოლუციის მიღება იმას, რომ ამერიკის პრეზიდენტმა გადაწყვიტოს დააწესოს თუ არა ვინმეს წინააღმდეგ სანქციები, ასე რომ ეს არის იმ დღის წესრიგის გაგრძელება, იმ ჯგუფის დღის წესრიგის გაგრძელება, რომელიც ჯგუფიც მოქმედებდა, შეიძლება ითქვას, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ბუნებრივია ეს ერთი ხელის მოსმით არსად არ გაქრებოდა. ეს არის პროცესი, რომელიც დღის წესრიგში ცდილობს, რომ დააბრუნოს ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ნარატივი და აცოცხლოს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და პრაქტიკულად ეს დამარცხებული როგორც გარე, ასევე შიდა ძალა არ დაავიწყოს როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს მოსახლეობას, თუმცა ამითი ერთადერთ რამეს იწვევენ და მე მიგვირს, რომ ვერ იაზრებენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ამას, ის ადამიანები, ვინც მხარი დაუჭირა ამ დოკუმენტს, რომ ამგვარი ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური ძალადობის მცდელობით ისინი მხოლოდ ნეგატივს თესავენ საქართველოს მოსახლეობაში. ამის ნათელი მაგალითი იყო ეს არჩევნები, რომელიც გასული წლის ბოლოს ჩატარდა, სადაც ჩვენ თვალნათლივ ვნახეთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ შავი თეთრისგან ძალიან მარტივად გაარჩია. ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს შეწყვეტილი აქვს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, თუმცა დანი განი სულ ცოტა ხნის წინ შეხვდა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, ისე ვიცე-პრემიერს და ამის შემდეგ უკვე ლევან დავითაშვილმა გამართა ოფიციალური შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. გასაგები არის ეკონომიკური ნაწილი, რაზეც არაერთი კომენტარი გაკეთდა და ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ დრომდე რა თქმა უნდა, თუმცა დღეს როგორ ფიქრობთ და უფრო მეტი რომ გითხრათ, თუ არსებობს რაიმე კონკრეტული გზამკვლევი საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატების ურთიერთობის გადატვირთვის?
Ну, პირველ რიგში, როდესაც ჩვენ საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ და რაღაც სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტაზე, ჩვენ ძალიან კარგი უნდა გავიხსენოთ, რა მოუტანა საქართველოს ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ რეალურად ფურცელზე დაწერილი განცხადების გარდა რეალობაში არაფერი არ მოუტანია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ითხოვდა, რომ გაძლიერებულიყო მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ფრენების აღდგენის უვიზო მიმოსვლის თაობაზე, მაგრამ ეს ჩვენ ვერ ვიხილეთ რეალობაში. ასევე უნდა გვახსოვდეს ის, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა შეწყდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და ახლა ჩვენ ვიხილეთ ვიცე-პრემიერის ძალიან წარმატებული ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებში, მათ შორის სხვადასხვა ფორმატების შეხვედრები იქნა გამართული და როდესაც ჩვენ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ეკონომიკა პოლიტიკისგან არაფრით არ, ასე ვთქვათ, არის გამიჯნული, არანაირად. თუ მაგალითად თვალყურს კარგად დავაკვირდებით მაგალითად ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებას უკრაინასთან მიმართებით, აი ამ ცხელი ომის პირობებში სწორედ ეკონომიკური ურთიერთობები არის წინა პლანზე, მათ შორის წამოწეული და ვიცით ჩვენ მინერალების ხელშეკრულებას რამხელა გამოხმაურება გაფორმებამდე და გაფორმების შემდეგ მოყვა, ასე რომ თანამედროვე პოლიტიკის განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეკონომიკა ზოგადად პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებისგან შორს არ არის, ძალიან ახლოს დგას და ჩვენ ვიცე-პრემიერისგან მოვისმინეთ სწორედ ის, რომ მან მიიღო ძალიან პოზიტიური გზავნილები და ეს გზავნილები ასევე გაჟღერებული იყო საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს, როდესაც ელჩთან იყო შეხვედრა. შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დინამიკაში ბევრად პოზიტიურად წარიმართება ეს ურთიერთობები და საბოლოო ჯამში დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რასაც მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ქვია, ოღონდ რა თქმა უნდა საქართველოს სუვერენიტეტის სრული პატივისცემის ფარგლებში და ასევე იმის გააზრების ფარგლებში, რომ როდესაც აღდგება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ბუნებრივი ამ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უნდა გქონდეს ხელჩასაჭიდი, ასე ვთქვათ, ის შედეგები, რომელიც დამატებით სიკეთეებს მოუტანს. როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე დღის წესრიგში უკვე დააყენებს პარტნიორობის კიდევ უფრო ახალ და უფრო მაღალ საფეხურებზე გადასვლის საკითხს. კი ბატონო, თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება, 5-ზე ნაკლები რჩება თვითმმართველობის არჩევნებამდე და ოპოზიციური სპექტრიდან ცხადი უარი აქვს ნათქვამი ნაციონალურ მოძრაობას და კოალიცია ახალს, თუმცა ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ შესაძლებელია ლეილომ და გახარიას პარტიამ მიიღოს მონაწილეობა, რომ არსებობს ამის შესახებ ინფორმაცია. უფრო მეტი რომ გითხრათ, თქვათ, რის საფუძველზე აკეთებთ აი ამ ტიპის განცხადებებს? ნუ პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი სახე არის ძალიან ტრაგიკომედიური, იმიტომ რომ თუნდაც დღეს რაც მოვისმინეთ აქ, პრაქტიკულად ნაციონალურ მოძრაობამ რადიკალური ოპოზიციის დანარჩენ ამომრჩეველს ხან ბეცი და ხან ბრიყვი ეძახა. ეს სალომე ზურაბიშვილიც არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა. აი აბსოლუტურად გაუგებარია რისი იმედი აქვთ ამ პარტიებს და თუ ისინი რა თქმა უნდა ახლა პატარა სახელმწიფო ვარ და განსაკუთრებით მუნიციპალურ არჩევნებზეა საუბარი, რეგიონებში ემზადება თუ არა პარტია არჩევნებისთვის, ეს ძალიან მარტივი გამოსაცნობი და მისახვედრია და ამის თაობაზე ჩვენ ბუნებრივია ინფორმაცია გვაქვს, საერთოდ არ მოსულა ინფორმაცია რომ და განცხადებები რომ გახარია და ლელო არჩევნებისთვის ემზადება პარტიები ბისთვის ემზადებიან. მუნიციპალურ არჩევნებზე არის საუბარი, მუნიციპალურ არჩევნებისთვის ემზადებიან. ეს 2-4-4-ია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს პარტიები მათ შორის საბიუჯეტო დაფინანსებაზე ვარს არ ამბობენ, ასე რომ არსებითი მნიშვნელობა ისინი მონაწილეობას მიიღებენ თუ არ მიიღებენ ადგილობრივ არჩევნებში, ამას არ აქვს. ერთი ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არიან აბსოლუტურად გაკოტრებულები, შეიძლება ითქვას, მათ ამოწურეს ყველა ის რესურსი, რაც მათ გააჩნდათ და ის მთავარი რესურსი, რაც ისინი ფიქრობენ, რომ მათ აქვს დარჩენილი, არის კვლავ ადამიანებს შორის, ასე ვთქვათ, რაღაც შუღლის
ზოგადად რესურსთან დაკავშირებით მინდა რომ მკითხოთ. ზურაბიშვილი ამბობს, რომ მართლ გუნდში არსებული ყევების გათვალისწინებით ოპოზიცია კიდევ უფრო ახლოს არის მიზანთან დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. რა ტიპის რესურსს ხედავთ აი ამ მიმართულებით მაშინ ოპოზიციაში, მით უმეტეს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რა მოცემულობს და რა განცხადებებიც ბოლო პერიოდში კეთდება? ოპოზიციას, რადიკალურ ოპოზიციას აქვს რესურსი 0. არანაირი რესურსი მათ აღარ აქვთ. მათ გააკოტრეს ყველა ის რესურსი, რაც მათ შეიძლება პოტენციურად ქონოდათ. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც შეკრებილია არის რუსთაველზე. მესმის, მაგრამ საზოგადოების ამ ნაწილის რაოდენობის კლებასთან ერთად ჩვენ კარგად ვიაზრებთ იმას, რომ ეს ადამიანები იაზრებენ და ხვდებიან თუ როგორ მოატყუა ოპოზიციამ ისინი. და სალომე ზურაბიშვილზე როდესაც საუბრობთ, ეს არის ადამიანი, რომელიც დადიოდა ტელევიზია უცხოურ ტელევიზიებს გულისხმობ, დადიოდა ქვეყანიდან ქვეყანაში და ავცელებდა ტყუილებს საკუთარ ქვეყანაზე. და ეს სალომე ზურაბიშვილი თვითონ დისკრედიტირებულია თვითონ რადიკალური ოპოზიციის შიგნით. ასე რომ არანაირი მე ვფიქრობ, რომ დროის დაკარგვაც კი არ ღირს იმ განცხადებების განხილვაზე, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს. ძალიან თვალნათლივ ჩანს, რომ ისინი პრაქტიკულად გადასულნი არიან, ერთმანეთს დაერიენ, კიდევ ერთხელ ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს და ცდილობენ რაღაც იმედი ჩაუსახონ, რომ თვითონ მართლ გუნდში რაღაც რყევებია. პირიქით ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ მართველი გუნდი ძლიერდება და კიდევ უფრო გაძლიერდება და აბსოლუტური წარმატება გვექნება ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიმართულებით, როგორც მერების, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების თვალსაზრისით. სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი განცხადება უნდა გავიხსენო. 30 აპრილს მან თქვა, რომ ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია. დღეს კი უკვე როდესაც მედიამ ამ თარიღთან დაკავშირებით გეგმებზე კითხა, მან აღნიშნა, რომ ცალკე არავინ აღნიშნავს და ეს არის სახალხო ზეიმი და რომ ისინი სწორედ სახალხო ზეიმს აწყობენ. იქამდე ვნახეთ 31 მარტი, ვნახეთ 9 აპრილი, ვნახეთ ასევე რელიგიური დღესასწაულები, აღნიშნა საპროტესტო აქციების კონტექსტში, რას ნიშნავს, როგორ ფიქრობთ, გალბატონო მაია ეს და ერთგვარად ხომ არ არის ხელშემწყობი პოლარიზებული გარემოს და საზოგადოების კიდევ უფრო მეტად პოლარიზებაში? მოდით ესე ვთქვათ, რომ ეს პოლარიზებული გარემო ნელ-ნელა წყნარდება. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აი ამ რადიკალურმა ქმედებებმა გამოიწვია იმედგაცრუება მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში. ნაცვლად იმისა, რომ რაღაც შეეთავაზებინათ ჩვენი მოქალაქეების იმ ნაწილისთვის, ვინც ხმა არ მიცა ქართულ ოცნებას, ეს ამორჩეველი ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიცია თავის ეგრეთ წოდებული ლიდერია თუ არ არის ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი ესეც ვერ დადგენილა, იმიტომ რომ თურმე არალეგიტიმურია დღეს ესე გავიგეთ დღევანდელი თქვენი სტუმრის პირიდან. იმედგაცრუებულია და შესაბამისად არანაირი რესურსი ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ბუნებრივია რომ არ აქვს, ეს ერთი და მეორე აი ამ ესე ვთქვათ მოპარვა ამ ეროვნული დღესასწაულებისა თუ მნიშვნელოვანი თარიღებისა, რელიგიური იქნება თუ საერო თარიღებისა გადააქციეს ერთგვარ მასკარადად. თუმცა ამ მასკარადის 26 მაისთან გამოყენების 26 მაისის მასკარადად გამოყენების საშუალებას მათ არავინ აღარ მისცემს, ეს არის შეუძლებელი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პრემიერ-მინისტრის განცხადებაც მოვისმინეთ. ერთადერთ მიზანს ემსახურება სალომე ზურაბიშვილის ქმედება, ეს არის მავნებლური ქმედება იმისთვის, რომ რაღაც გარკვეულწილად პროცესების ესკალაცია გამოიწვიოს და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მათი ხელწერა, მათი ერთადერთი სურვილი იყო მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ჩვენ გვახსოვს თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებენ, მე აღარ ვსაუბრობ მოქალაქეებზე და ადამიანი მეზობელი მეზობელს რო გადაკიდეს და მეგობარი მეგობარს. პოლიციელების მიმართ ჩვენ გვახსოვს და ახლაც მიმდინარეობს ეს რადიკალიზმის პიკი, რასაც ისინი ახორციელებენ და მათი ერთ-ერთი სურვილია, რომ დაიძაბოს და რაღაცნაირად მოხდეს პროცესების ესკალაცია ფიზიკური დაპირისპირების გზით. და სწორედ აქეთკენ არის კიდევ ერთი მოწოდება სალომე ზურაბიშვილის, თუმცა როგორც იმუქრებოდა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეს არ დატოვებდა და მეორე დღეს შვენურად გამობრძანდა, სწორედ აი ესე მშვიდად წყნარად ჩაივლის 26 მაისის საქართველოს მოსახლეობისთვის წართმევის ცდელობა. საპარლამენტო არჩევნებიდან გავიდა 6 თვე.
ოპოზიცია გარკვეულ ქმედებებს აანონსებს იგივე თვითმმართველობის არჩევნებთან, ახალ არჩევნებთან მიმართებაში, ხედავთ საპროტესტო აქციებს ქუჩაში, პარლამენტი მუშაობს, ფაქტია. რა გაჩვენათ გასულმა 6 მათვე? მართულ გუნდს? ну სიმართლე გითხრათ, გასული 6 თვე არის შეიძლება ითქვას გამეორება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი რამოდენიმე თვის, როდესაც ჩვენ ასევე გვესმოდა, რომ გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდნენ, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი, შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში, შემდეგ ზოგი გავიდა, ზოგი დარჩა, ვინც დარჩა, არანაირ განხილვებში მონაწილეობა არ მიიღო, მათ შორის უამრავი კანონი მივიღეთ, ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების თვალსაზრისით და არც ერთ მხარი არ დაუჭირეს. ну დღეს გრძელდება იგივე მასკარადი და დღეს გულწრფელად მე პირადად მწამს, რომ რადიკალური ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გახარია და ლელოთ სახელით არის ცნობილი და მათი წარმომადგენლები, სავარაუდოდ ნანობენ კიდევაც, რომ აქამდე არ არიან საქართველოს პარლამენტში შემოსულები. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ჩვენ ვიცნობთ ამ ადამიანებს, ეს არ არიან ახალი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში და ასე ვთქვათ, აი ეს ისტორია, რომელიც აი ამ რადიკალებთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა ვხედავთ, ეს ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი. მადლობა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ასეთი იყო დღევანდელი აქტუალური თემა. მე მაკაცინცაძე ვარ, რამდენიმე დღით გემშვიდობებით, სამშაბათამდე დროებით.